გიორგი თავისუფალია, დიახ, მან დატოვა პენიტენციური დაწესებულება საპროცესო შეთანხმების გაფორმების საფუძველზე. საპროცესო როდის? დღეს დატოვა დაახლოებით 1-2 საათის წინ. ასევე მე დაახლოებით წარმოდგენა მაქვს რა კითხვები გექნება და ვინაიდან დრო მაქვს ძალიან ცოტა შევეცდები, უფრო ამომწურავად გიპასუხოთ. გიორგის მიმართ არსებული ყველა საქმეა დასრულებული, ვინაიდან გაფორმებული არის საპროცესო შეთანხმება სამივე საქმეზე, ხოლო რაც შეეხება მშობლებს, როგორც თქვენ დაანონსეთ, ორივე მათგანის მიმართ შეწყვეტილია სისხლის სამართლებრივი დევნა. ასევე დაზარალებულსა და გიორგის შორის სამოქალაქო საქმეზე მიღწეულია შეთანხმება, რომელიც ასევე დამტკიცდა უზენაეს სასამართლოში მოსამართლის განჩინებით და ეს გადაწყვეტილებაც არის გაუქმებული. სხვა რა ვიცი რა გაინტერესებს. დაზარალებული ივანიშვილია, ანუ ივანიშვილთან მორიგდა ბაჩიაშვილი, მან გადაიხადა სამოქალაქო საქმეზე არის მიღწეული მორიგება. მე გადახდებზე თქვენთვის არაფერი არ მithქვამს, მორიგების პირობები არის კონფიდენციალური, რაც შეეხება საპროცესო შეთანხმებას. მას მიესაჯა პირობითი მსჯავრი 1 წლის ვადით, ასევე ჯარიმა 50,000 ლარის ოდენობის და 9 თვე თითქმის რაც მან გაატარა პატიმრობაში დაახლოებით 9 თვემდე გამოდის, ცხადია ითვლება ამ სასჯელში. 3 თვე ის ქვეყანას ვერ დატოვებს, ანუ ხო? რა იცით, ჩვენი კანონმდებლობა ითვალისწინებს საგამონაკლისო წესით ქვეყნის დატოვების შესაძლებლობასაც, სათანადო ორგანოების თანხმობის შემთხვევაში, თუმცა ჩემი ინფორმაციით გიორგი ამ ეტაპზე ჯერჯერობით ქვეყნის დატოვებას არ აპირებს. კი ბატონო, შეთანხმებაში არის თუ არა ზარალის თუ ზიანის ანაზღაურების შესახებ მიღწეული შეთანხმება? ყველაფერზე მიღწეულია შეთანხმება. ეს ფულადია ბიტკოინის სახით არის თუ უძრავი ქონების სახით, ამას ვერ გაამხელთ. არა, ნახეთ, ჯერ მიმაჩნია, რომ დღეს ეს არაარსებითია, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ყველა კითხვის ნიშანი რაც არსებობდა არის დახურული, შესაბამისად და არც ერთ მხარეს პრეტენზია ერთმანეთის მიმართ არ გააჩნია. ანუ გიორგი ბაჩიაშვილი ახლა იმყოფება თბილისში და ის არაპირებს საქართველოში და ის არაპირებს ტერიტორიის დატოვებას. ეს პირობა არ იყო. ჩემი ინფორმაციით არაპირებს, თუმცა ხა ზუსტი ადრესატი ამ კითხვის თავად გიორგია, მაგრამ ვინაიდან პირობითი მსჯავრის ქვეშ არის ამ წუთისათვის, ხო, რომც დააპიროს და უშუალოდ დატოვება ქვეყნის შესაბამისი პროცედურების გავლა ამის. კი ბატონო, მესმის. ლევან, აქვე უნდა გთხოვოთ შემახსენოთ მეც და მაყურებელსაც რა სითხოვდა დაზარალებული, ეგრეთ წოდებული, ანუ ბიძინა ივანიშვილი ზიანის ანაზღაურების ნაწილში, ანუ სასამართლოს ხდომაზე რა საჯარო იყო, რა იყო მისგან მოთხოვნილი? სასამართლოს ხდომაში რა იყო, მან საუბარი იყო ძირითადად კრიპტოვალუტაზე, რომელიც თუ ვერ ანაზღაურდებოდა კრიპტოვალუტის სახით, უნდა ანაზღაურებულიყო თანხობრივად და თუ ეს კითხვა არის, ასე ვთქვათ, თქვენთვის ყველაზე არსებითი, შემიძლია გითხრათ, რომ შეთანხმება მიღწეული არის მხარეებს შორის, ასე ვთქვათ, სხვა ოდენობაზე. ეს შემიძლია მხოლოდ გითხრათ. რაც ივანიშვილს თავიდან ჰქონდა მოთხოვნილი, ამაზე არა. Ну, არ ვიცი, ხე დეტალები ძალიან ღრმად წაგვიყვანს, თუმცა თავარი ამ, ასე ვთქვათ, ურთიერთობაში არის ის, რომ ბაჩიაშვილმა დატოვა პენიტენციური სისტემა, ამისთვის აუცილებელი იყო საპროცესო შეთანხმება, თუმცა საპროცესო შეთანხმებისთვის ცხადია საჭიროა დაზარალებულის თანხმობა, სწორედ ამიტომ ბაჩიაშვილსა და დაზარალებულს შორის ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული იქნა ორივე მხარისთვის მისაღები პირობებით შეთანხმება, ეს შემიძლია გითხრათ. თქვენ აწარმოებდით ამ მოლაპარაკებებს, ბატონო ლევან? რა თქმა უნდა, ეხლა სხვასთვის უნდა ეწარმოებია, მე ვარ გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი. და თავდაპირველი მე მიცით რის გარკვევას ვცდილობ, ყველაფრის გარეშე დატოვა ივანიშვილმა ბაჩიაშვილი, თუ ბაჩიაშვილის ინტერესიც იყო გათვალისწინებული? მე რა კი გეუბნებით, რომ ორივე მხარისთვის მისაღები პირობები დასრულდა ხანგრძლივი მოლაპარაკება, ეს ნიშნავს, რომ პირობები იყო ორივე მხარისთვის მისაღები, მე მგონი მარტივად მისახვედრია, რასაც ვამბობ. ბაჩიაშვილს ეს გარიგება უღირდა, მოკლედ. ნახეთ, გარიგების მხარე გახლავთ გიორგი ბაჩიაშვილი, მეორე მხარე გახლავთ ბიძინა ივანიშვილი. ოღონდ არათანაბარ პირობებში, ბატონო ლევან, მე ამას გეკითხებით, თქვენი კლიენტი ამბობდა, რომ ის მოტაცებული იყო, ჩამოყვანილი იყო საგანგებო. შეიძლება რომ დამასრულებინოთ. კი ბატონო, როგორ არა, ამის შემდგომ იყო ინციდენტი ციხეში. სწორედ ამის გამო გიპასუხეთ მეთ, რომ მორიგების
პირობებში, ხო არ ვერ გიკონკრეტებთ ციფრს, მაგრამ აბსოლუტურად სხვა პირობებზე შედგა თქო, ვიდრე იყო აი თქვენ რაც ახსენეთ თავდაპირველი მოთხოვნა, ხო გიპასუხეთ. და ერთი დეტალი რაც ასევე მნიშვნელოვანია, მორიგებაში გათვალისწინებულია თუ არა შემდგომი პრეტენზიები ბაჩიაშვილის მხრიდან იგივე მისი მოტაცების საქმის ნაწილში, ან ციხეში მისი ცემის ფაქტზე, ამასთან დაკავშირებით პრეტენზიები რომ არ უნდა გქონდეს. ამ საქმეებზე მიმდინარეობს გამოძიება და რა თქმა უნდა მსგავსი ასე ვთქვათ, რომ პრეტენზია არ ექნება გიორგის არ განუცხადებია არასდროს. მათ შორის არც ამ შემთხვევაში. ეს კონკრეტული მორიგებები შედგა კონკრეტული საქმის ფარგლებში მხოლოდ. დიდი მადლობა რომ განგვიმარტეთ დეტალები. ერთი კითხვა მაქვს უბრალოდ მედიასთან ურთიერთობას თუ აპირებს ხომ არ გაქვთ ამის შესახებ? სავარაუდოდ ექნება სურვილი, მაგრამ ახლა კარგად წარმოიდგინეთ 9 თვე ადამიანი მოწყვეტილი იყო საერთოდ სამყაროზე ალბათ რამდენიმე დღე დაჭირდება მას იმისათვის რომ ჩადგეს იმგვარ ფორმაში რომ მედიასთან მას ჰქონდეს კომუნიკაცია.